ჩამოვს და სადაც წავა ყველა წერტილს გაჩვენებთ რომ ცოდეთ კარგად იქ რა არის და რომ წახვით უფრო დაგაინტერესეთ რომ გეტყვით ის მადგილის მონახულებად მოგიდა ჩემგან უკვე რო გეცოდინებათ შეიძლება თუ მშობლებთან ერთად ხართ მე თუ დაგამახსოვრებთ თქვენც წაიყვანოთ სადაც Prosimy, może nie poinformować załogę. Dziękuję za uwagę. ფოტოშორის ხუდება ყურა ვიდეოსთვის მომწევთ რიანი ფუდია იმდენად ციცივია ხალხეთყანებით წამოიღეთ ხელები ძალიან გამეყინა მოდი გავშევა ვარშავაში და ახლა მივდივარ სასეილოდ ძალიან სასწავლო ადგილზე აი ამ ადგილზე საერთოდ არაფერი არ არსებობდა მიწის გარდა იყო ომი და ყველაფერი გასწორეს მიწასთან და მერე ნახეს ძველი წნახატები და ზუსტად ისე ააშენეს ეს ახალი აშენებული მაგრამ გიგონება რომ ძველი ძალიან ლამაზი სახლებია მინდა გითხრა. ეს არის ვარშავის სიმბოლო ქალთელზა. ამის ნახეთ ოჯილებიც და ძალიან საყვარლები არიან. და ძალიან საინტერესოა ქალთელზის სიმბოლო. აი აქ ვიფიქრეთ სურვილებს და ძალიან კარგია. ჰო, და კიდევ ეს უსაყვარლესი ქუდი ვარშავის ძველი ქალაქის ბაზარში ვიყიდე სამახსოვროდ. ძალიან კარგი ქუდია, როგორც სამწუხაროდ ვეჭვარ. ყოველთვის ჩვენ ვართ ლაზინსკის პარკში და ძალიან ბევრი ხვებია, აი კიდე ერთი ხვია, მოდით ახლოდან გაჩვენებ. ძალიან ბევრია და მე ვეძახი იხვები წესაიხვებენ და მტრედით, რადგან იქეთ გადასვლა არ შეიძლება, ძალიან ლამაზია, წველი მიახლოვეთ კადრი, რა კარგად დაინახა ჩვენმა მაყურებლებმა. გონი ერთი ჩახტავში და სურავს. აი რედები ერთი მოფინდა აი შეახედეთ აი ამოფინდა ხედა ლამაზი ვარშავის ამონდედეს პარკში ათასნაირ ფრინველს შეხვდებით შეგიძლია ფრინველებთან ერთად პარკში ასე ჩემსავით თავისუფლად ისეირნო. და ასე სეირნობით ცნობილი პოლონელი კომპოზიტორის ფრიდერიკ შოპენის ძეგლს მიადგები.
მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვილანოვის სასახლეში და ძალიან მომეწონა აქაურობა, განსაკუთრებით მომეწონა საძინებლები, რადგან ძალიან უცხო იყო. რომ შევასწავლოთ დაგათვალიერებიათ, მაგრამ აქ ტელეფონის გადაღება არ შეიძლება და უბრალოდ გიხსნით მე როგორ მომეწონა. აი დაგათვალიერებიათ, სადაც ფოტოების გადაღება შეიძლება. აი ესეთი ამაზე ნახატები არის. აი რა ლამაზი ეს. სამაბასია. ბალახია, ეს არის გარედან სასახლე, ნახევარი ჩასახა. მთლიანი სასახლე კი ასე შთამბეჭდავად გამოიყურება და მის ფონზე ასეთი საოცარი ფოტოებიც გამოდის. მე უკვე ვიყავი ვარშავაში და დავთვალიერე უძალიანესად მომეწონა. ახლა ვზივარ მატარებელში და აქედან გადმივარ ტრაკტორში. ხო, არ მოგესმის. ეს აპრილის თვეში თოვლიანი კრაკოვია, მაგრამ მოგზაურობაზე უკვე შემდეგ ეპიზოდში მივიყვანთ.